ავარიას თბილისში წერეთლის გამზირზე ორი ადამიანი ემსხვერპლა, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ორივე პირი ადგილზე დაიღუპა, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. ძარცვა ბათუმში ბედობის ღამეს 2 იანვარს გამთენიისას უცნობი პირები რამდენიმე ობიექტზე შეიჭრნენ, მათ შორის სილამაზის სალონშიც. ინფორმაციას TV25 ავრცელებს, მთავარი დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არქვევს. სროლა სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღიდან ახალი წლის აღსანიშნავად კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება. დაიწყო თუ არა ფაქტის შესწავლა, შინაგან საქმეთა სამინისტრო მთავარი დეტალების გარკვევას უწყებაში ცდილობს. ფული დავკარგეთ, ამბობენ რუსი ტურისტები, რომლებიც თოვლის გამო რუსეთ-საქართველოს საზღვარზე არიან გაჭედილები. რუსული გამოცემის ცნობით ისინი ოჯახებთან ერთად გუდაურში დასასვენებლად მიდიოდნენ. მათი ნაწილი ამბობს, რომ სასტუმროები წინასწარ დაჯავშნეს და ადგილზე დროულად ვერ ჩავიდნენ. ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში ძლიერი აფეთქებებია, ისმის ინტენსიური სროლის ხმად. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, ვენესუელურ ძალებსა და ამერიკის შეერთებული შტატების არმიის სპეციალური ოპერაციის ძალებს შორის უკვე დაიწყო პირველი შეტაკებები.